დივაისი ქვაბი ჩვენ სახში არა ვართ, არსად არა ვართ, რა ვიცი რაღაც ვართ და ამასობაში გავდივართ და ეს პატივცემული რაცაა, მე რაც აგისახეთ, ხო, ყველაფერი არის smartphone-ში მოქცეული. ესეთი ფონით ვაჩვენებ და უკეთესად დავინახავთ, ხო, ამასობაში რატომაც არა. ესე უფრო კი ბატონო, ყველაფერი არის smart, ეგრეთ წოდებული smartphone-ში, ეგრეთ წოდებული smartphone-ში ასახული. ტემპერატურა ხო ეგრეთ წოდებული ცხელი წყლის, ურთავთ. ინდიკაცია ეგრეთ ორ წამში პრინციპში ოპა არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხელი წყლის მოხმარებაზე ეს ამასობაში შეგვიძლია ქვაბი დავტოვოთ ერთკონტურიანი ქვაბია, ხოლო ცხელი წყლის მომზადებაზე. ჩაერთობა ეს პატივცემული და მოგვიზადებს ცხელ წყალს 60 გრადუსის ეგრეთ წოდებული უსტავკით. რატომაც არა. შემდეგ გადავდივართ გათბობაზე. გათბობა ხო, ყველაფერი ხო, არაფერს არ ვეხებით და წარმოიდგინეთ ხო ეს რამხელად, ხო? და ამასობაში კიდე ტემპერატურასაც უთითებთ ადამიანებო, ხო ახლა? იატაკის გათბობის შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს ტემპერატურა რამდენი? 45 ჯერჯერობით, ხო? 45 გრადუსი, ვინაიდან გვაქვს ამის ფუფუნება. ასე. ჩავართეთ გათბობას, ხო? ჩავართეთ ცხელი წყლის მოხმარებას და ქვაბმა რაიო რამინდო, ხო, გვეკითხება ქვაბი და ქვაბი ამასობაში იძახისო. ჩვენ გვინდა ცხელი წყლის მომზადებაო. ცხელი წყლის მომზადებაშიო. სწორება, რომ არა, არ მოგვატყვილა, ხო? აგერ ტელეფონში, smartphone-ში ყველაფერი პრინციპში ეს ყველაფერი ისახება, ვინაიდან აი ვაკვირდებით, ხო? ცხელი წყლის მოხმარებაში გვაქვს ეს პატივცემული, ხო, მიმართულება, რასაც ქვია უკვე ერთ წუთით. ხელი არ შეგვიშალა ვიდეოში და შემდეგ გავისაუბრეთ, არაფერი პრობლემა არ არის და აერება, ხო, ეგრეთ წოდებული ინდიკაცია გვაქვს, ვინაიდან ცხელი წყლის მომზადებაზე ვართ და ინდიკაციას გვაქვს. ცხელი წყალს როცა მომზადდეს ეს პატივცემული, ეს უკვე ეს მიმართულებაა, ხო? ცხელი წყლის მომზადების შემდეგ ქვაბი უკვე ჩვეულ რეჟიმში ტრიალდება და უბრუნდება გათბობის სისტემის რაქიას, თქვენი პარტიის უპროსრულად გათბობის სისტემას. მოკლედ გემსახურებათ. ამასობაში უბრუნდებით ინტერნეტი რო გავთიშე, ხო, ინტერნეტი ამასობაში გვინა სხვადასხვის ესეც უნდა ავსახო, არსებულ დივაისს, სადაც ქვია ჩვენი სახლის ბლოკი, ამასობაში ამას აქვს ეგრეთ წოდებული GSM მოდული, რაც ნიშნავს იმას, რომ დენი ამასობაში ჩვენ ამასობაში აქ დასგოლივად ვინაიდან ინტერნეტი, დენი რო წავიდეს ინტერნეტი გვაქვს. აქვე იქნება ეს პატივცემული ეგრეთ წოდებული რაუტერი და ინტერნეტი არის, მაგრამ რომ სარეკოს ამ შემთხვევაში შეგვიძლია ბარათი GSM მოდული, ამას ქვია GSM მართვა, დისტანციურად შეგვიძლია SMS-ების სახელითაც პრინციპში დაუკავშირდეთ ჩვენ საქვაბეს და ვაკონტროლოთ. ვაკვირდებით ხო, პირველი სართული ჩაართვა, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი სართული შეგვიძლია ჩვენ დისტანციურად ჩაართოთ, გამორთოთ, ჩაართოთ, გამორთოთ, მეორე სართული. მეორე მესამე სართული აქ ამ მიმართულებაში გვაქვს პირველი სართული ეს პატივცემული გვაქვს, ხო, საცირკულაციო თუმბო და მეორე სართული ეს პატივცემული ნასოსი. ხო, ამასობაში ორივე ნასოსის მართვა ჩვენ შეგვიძლია ჩვეულ რეჟიმში, ვინაიდან პირველი სართულის კოლექტორები, ხო, არის აქ, ხო, შემრევი კონტურები გვაქვს საქვაბე კონტურებში, საქვაბეში უпроსურად არსებული საქვაბის კონტურებში და მეორე კოლექტორები მეორე სართულისა, მესამე სართულისა ცალკე არის მესამე სართულზე, მეორე სართულისა ცალკე არის მეორე სართულზე. ამასობაში პირველი სართულის კოლექტორები, რა თქმა უნდა, პირველი სართულზე არის. უმეტეს შემთხვევაში ეს ასე ხდება. თან ვაკვირდებით, ხო, აი მოდულაცია ყველაფერს გვიჩვენებს, ხო, იმიტომ რომ წყლის ტემპერატურა, წყლის ტემპერატურასაც გვიჩვენებს, ამასობაში გვიჩვენებს 52 გრადუსი უკვე გვაქვს, ხო, არსებულ აგრეგატში რასაც ქვია ბოილერი, 100%-იანი მოდულაცია, ვინაიდან ცხელი წყალი უცებ-უცებ გჭირდება ჩვენ, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, ხო, არსებულ ჩვენ სისტემაში, ის რომ ამასობაში როცა ცხელი წყლის მომზადება ხორციელდება, გათბობის სისტემა არ ჩერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურის ცვალებადობა გაცვლა უпроსურად ხორციელდება. ეს მაგარია, ხო, მიმართულება იმისა, რომ ცხელ წყალს როცა ვამზადებთ, ჩვენი გათბობის სისტემა არ ითიშება. გასულს ხო, მე არ არის მქონა მე ეს ამ მიმართულებაზე აქცენტირება, ხო, უпроსურად ყურადღება გამახვილებული, ამასობაში კიდევ გავმარტავ მე. ცხელი წყლის ორკონტურიანებშიცაა ეს პრობლემა, ვინაიდან როცა ის ცხელ წყალს ამზადებს, გათბობის სისტემას არებებს თავს ასია მოწყობილი. ამასობაში არც განსხვავება რა, ერთ კონტურიანში, ვინაიდან ბოილერის მომზადების შემთხვევაში ის პირველ კონტურზე გადადის, ასაც ქვია ცხელი წყლის მომზადება პრიორიტეტული და მეორე კონტური ეს არის გათბობის სისტემა. გათბობის სისტემის მომზადების პროცესში აი ამ შემთხვევაში ჩვენ გათბობის სისტემა არ გვეთიშება, ვინაიდან
ვიმე ხო ხელს ვერ მოკიდებთ და ამასობაში ფიქცია არაა ხო ამასობაში ტემპერატურის კონტროლი ესეც აუცილებელია ჩემო პატრიცემულებო რატომაც არა ყოველთვის ვიზუალურადაც უნდა ვაკვირდებოდეთ ამასობაში ხედავთ აქ რა მოდის ამასობაში კიდევ ვაკვირდებით იმიტომ ელექტრონულად ეს ამასობაში არსებული სენსორები გვაქვს დამონტაჟებული და ამასობაში შეგვანელი აპლიკაციით smartphone-ში ვაკონტროლებთ ჩვენ შეგვიძლია ამ არსებული მიმართულებით ხა ხო მარტო დისტანციურად ეს რაღაცა ცოტა მოსაწყენი იქნებოდა მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ალგორითმის ავაწყოთ ხო ლოგიკით ხო ლოგიკა ყოველთვის ერთია რა არის ჩვენი პრიორიტეტული ეს არის ცხელი წყალი მომზადოთ შემდეგ ჰელიოსისტემიდან რაც შეიძლება მეტი ენერგია მივიღოთ და მით უმეტეს აი ესეთ კაშკაშა ამინში როცა გვაქვს რატომაც არა მზის ენერგია ავიღოთ და ჩვენ საკუთარ ფარს მოახმაროთ და აი ეს ყველაფერი შეგვიძლია გავწეროთ ჭკვიან ეგრეთ წოდებულ ალგორითმში და მივუთითოთ ის რომ პრიორიტეტული ამ შემთხვევაში გვექნება ჰელიოსისტემა მაგრამ ჰელიოსისტემის შემთხვევაში პირველი ხო ეს უკვე არსებული ბლოკის სტიქი არის ჰელიოსისტემის უშუალოდ მართვის ბლოკის რომელიც საზღვარს იმას რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ცხელი წყალი უნდა მივიღოთ იმიტომ რომ საშხაბეში ყოველთვის გჭირდება ცხელი წყალი ლოდინის გარშე გათბობა მით უმეტეს როცა არის იატაკის გათბობა ეს არის ინერციული ხო დიდი ხანი ინარჩუნებს ინერციულობა ქვია ამას რომ დიდი ხანი ინარჩუნებს ამიტომ ყველაზე კაი რადიატორები თუ ცირდება ეგრე ხო რეჟიმზე გასული იატაკის გათბობის ხო მიმართულება იმიტომაა კაი ახლა რო გავალთ პრინციპში ამასობაში კიდე გიშვენებთ მე ეწოდებული ფოიზორით რა არის და როგორ გუშინ ჩავთეთ ხო ამასობაში გვიან ღამით საღამოსაც არა გვიან ღამით არსებული მიმართულება და არსებული მიმართულებაში კიდე ერთხელ ვიზახ ხო ჩემო პატრიცემულო დამკვეთებო მაგვირდებით ხო უმეტეს კი არა ყველა მაგვირდებით ამასობაში ყველასთან აუცილებლად ეს არსებული დივაისი აღმოიჩენს თავს განსაკუთრებულად არა და ამასობაში განსაკუთრებულად ასაკჩიდება ეს ტერმინოლოგია დავამატო ვინაიდან იქ სადაც არის კომბინირებული სისტემა ყველგან მაქვს დამონტაჟებული თქვენთან მზის კოლექტორები ეს არის უდავო ხო ლიდერი ამ მიმართულებაში და ნუ მე პირველი აქცენტირება უკვე ამის შემდეგ იქნება ამ არსებულ მიმართულებას სადაც ქვია UPS კიდევ ჯერ ვიზახი უპირატესობა ის რომ მზის კოლექტორები არასოდეს გადადუღებაზე არ გადავა და ამასობაში გაგანია ზამთარში ყინვაში ჩვენ გვაქვს გათბობა ცხელწყალზე აღარ ვიზახი ცხელწყლის გარეშე ადამიანი კიდე საიტას განსაკუთრებულად ისინი ვინც 90-იანი წლები გამოვიარეთ ხო ჩვენი საშში არა ამასობაში გათბობაც არა ასაში მაგრამ ამასობაში ხო ჯანდაბას 21 საუკუნეა გარეთ და უნდა ქონდეს გათბობა და უნდა ქონდეს ეს არსებული ფუფუნება